ჩვეულებრივი დილა გათენდა წირქვალში. ცოტა ხანში ჩვენი მასპინძელი ვალერი მოვა და გაგვიძღვება ძალიან საინტერესო ადგილებში. მიყავას დავle უცებ. სიბატანა, მომსანდით მოვწერდი. ჩვენ ტოდალიეთ. ჩვენ ჩაი. წარმოგებს კედამდე ირანია ხა ეს ჩალექი ეს სუიშროშანი ეს დელმიტებს იძახიან ეს აიქ ათასობით წლის წინ დარბოდნენ ჰომო საპიენსები, ნეანდერტალელები. მაგარია. მოკლედ ეს მღვიმე ნეანდერტალებზე ვისაუბრე, პირველ რიგში მაგას ვიტყვი, მე არ დამავიწყდეს, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ტერიტორიებზე დასტურდება ნეანდერტალელების არსებობაც და ჰომო საპიენსების თავისთავად. და კვლევებით გინდება, რომ სავარაუდოდ იყო ურთიერთთანაცხოვრების კვალიც, ვიცით ისტორიიდან, რომ ასე თუ ისე ინფორმაცია, რომ ჰომო საპიენსები რომ მოვიდნენ ნეანდერტალელები გადააშენეს, კი არა და დაპირისპირებები ჰქონდათ და საბოლოოდ გადაშენდნენ, მაგრამ ყოფილა თანაცხოვრების მომენტების და შეჯვარების და რაღაც გარკვეული 4-5% გენები გვაქვს ნეანდერტალელების. რაც გამოიხატება მაგალითად ცისფერთვალებში, ქერათმაში, ცოტა დეპრესიულები რო ვართ, ჰომო საპიენსები მაგაში, ან ძალიან დეპრესიულები ყოფილა ნეანდერტალელები, იმიტომ რომ იმ პერიოდში ხო გამყინვართ ცივ კლიმატში და იმაში უწევდა ცხოვრება და თავისთავად მელანქოლიკები იყვნენ. ხო, აი თუნდაც შევადაროთ აფრიკელი ადამიანები, როგორი ფრლაღები არიან, ძალიან რთული პირობები აქვს, საცხოვრებელი პირობები ან ძალიან რთულა ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ბედნიერები არიან, სუბღერიან, სულ ცეკვავენ და იმიტომ რომ იმათთან ნეანდერტალელები არ ცხოვრობდნენ. მოკლედ ალბათ ეხლა ნორმალური გარემოა, მწვანე გარემო და საკმაოდ ნორმალური კლიმატია ჩვენთან და ალბათ იმ პერიოდშიც საკმაოდ მდიდარი იყო ეს ტერიტორია ფლორით, ფაუნით. მაგალითად აღმოჩენილი ახლა აქ ბიზონის ძვლები, რომელსაც ადამიანები მოიპოვებდნენ, ნადირობდნენ, იკვებებოდნენ. სელის ზაფთან ერთად ამ ზაფს მინდოდა თქმა, სელის ზაფია აღმოჩენილი აქ და ნართავი ზაფი. ნართავი იყო ჯიხვის ბეწვისგან მაგალითად და სხვადასხვა ცხოველის ბეწვისგან, მაგრამ ჯიხვი განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეთყობა იმ პერიოდში ბევრი ბინადრობდა აქ და რაზედაც ხელი მიუწვდებოდა და რაც ალბათ უკეთესად გამოვიდა დართვის შედეგად, გამოიყენეს ამას დაჭირდებოდა ალბათ უამრავი ექსპერიმენტი და დრო. წარმოდგენისთვის ბარემ ახლა აქ ჩამოვედი, მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 40,000 ან მეტი წლის წინ ადამიანები ცხოვრობდნენ, აი სადასახ გავარ, წარმოიდგინე იმის მერე ხამ ფენებში ყველგან აი ეს არის ერთი ფენა, აქაც ცხოვრობდნენ ადამიანები, აქ 10,000 წელია, აქაც და საბოლოო ჯამი წარმოიდგინე დღეს 21 საუკუნეში ეს არის იატაკი, ხო ნახე რამ სიმაღლე, სადღაც 3 მეტრი. და რამხელა დრო გავიდა და ანუ რო წარმოვიდგინოთ რამხელა დროა ის თუნდაც 35,000 წელი, რაზეც წეღარ ვისაუბრეთ, რომ მაგ დროს ადამიანები აწარმოებდნენ ძაბს. აი ეს დროა, აი ეს დრო. ეს არის დრო. წარმოიდგინე, ახლა იატაკია აქ გვდგავარ ჩვენ, თანამედროვე ადამიანები და 40,000 წლის წინ აქ ცხოვრობდნენ. ანუ შენ ახლა გახარ მინიმუმ 40,000 დროის ფენაში. კი. კი, წარმოიდგინე, ეს არ არსებობდა, აი რაც ზემოთ ჩანს, ეს არ არსებობდა იმ დროს. აქ ცხოვრობდნენ ადამიანები, აქედან გადიოდნენ პირდაპირ ხეობაში, აქედან მიდიოდნენ სანადიროდ, აქედან მოიპოვებდნენ საკვებს, აქ იძინათ, აქ ჭამდნენ. წარმოიდგინეთ, ანუ ეს იმიტომ ჩამოვედი უფრო აქ ალბათ, რომ დამენახებია რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გარემოს და ამ ღვიმეს და იმ ისტორიას, რაც გააჩნია საქართველოს ტერიტორიას. ნუ მაშინ საქართველო არ არსებობდა და როგორც საქართველოს ტერიტორიას. აი მაგალითად ეხა ეს ზედაპირზე ეგდო ეს პატარა ანატკეცია, რომელიც ადამიანისგან არის დამზადებული. რაღაც მნიშვნელოვანი იარაღი არ არის, მაგრამ მაგას გამოიყენებდნენ რაღაცაში, ანუ რაღაც დანიშნულებით ან ხორცის ან ტყავის გასაფხეკა, საფხეკს უფრო. ხო, მოკლედ ბევრი სხვადასხვა დანიშნულება აქვს, კი. საფხეკის აი ეგ ნახე, რაღაც ის ძვალია, რომელსაც ალბათ მე
აქ ექსპედიცია რო გაგრძელდება კვლევა ამასაც ნახავენ, აგერ ეგ ძვლის ფრაგმენტია კიდე, დაბლაგდია მიწაზე. სამსხვილი ძვალია და სავარაუდოდ ან დიდი ცხოველის არიან ადამიანის ბარძაყის ძვალი, თორე ისეთ პატარა ძვალი არ არის. ეს 2008-ში დაიწყო ამის კვლევა ამ ღვიმის და ეს მაშინდელი ჭრილია და ეხლა ცოტა გააფართოვეს და შარშან დაამატეს კიდევ? ხო, შარშან გააკეთეს, გათხარეს ეს ჭრილები გააკეთეს, რომ რაღაც კვლევებისთვის საინტერესებდა და ერთ-ერთ ჭრილში აღმოჩნდა ის ადამიანის ჩონჩხი 10000 წლის წინანდელი, რომლის ეხა ეს ჩონჩხი განთავსებულია ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, საკვლევი მასალები, გენეტიკური მასალები და სხვადასხვა ისინი გადაგზავნილია მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიაში და მიდის მაგის კვლევა და ალბათ ძალიან მალეა თუ არა მივიღებთ მაგაზე ინფორმაციებს, ანუ ძალიან კარგი ინფორმაციის მატარებელია ეს ადამიანის გენეტიკური მასალები, რომელიც ასე თუ ისე ხელუხლებლად და ისე არის შემონახული და ხა მარტო ერთი ძვლისგან ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიიღებ რა მაინც და თან ძალიან კარგად განსაზღვრავს არქეოლოგია, მე რომ მეგონა მარტო რაღაცების ეს არტეფაქტების მოძიება, ისტორია, ამით განსაზღვრება გეოლოგიაც, ან როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, რათი იკვებებოდნენ, როგორ ხდებოდა კლიმატის ცვლილებები, ან კიდე მომავალში რა შეიძლება ველოდოთ. ჩვენი შემდეგი გაჩერება ბონდის ხიდია, საიდანაც, როგორც ვალერიმ გითხრა, საოცარი ხედი იშლება კანიონზე. ზოთში ვართ, სოფელ ზოთში, ციხისწყლის კანიონზე გადავდივართ. წინ არის წირქვალის ციხე, მეორნაირად ტურის ციხე, სადღაც შუა საუკუნეებში ზუსტი წყაროები არ გვაქვს და თან მე ისტორიკოსი არ ვარ და სპეციალისტი არ ვარ და რაც ვიცი, ეს იყო ციხე, ბეღელი, სადაც ინახებოდა პროდუქტები ჯარისთვის და სავარაუდოდ ომიანობის დროს მოსახლეობისთვის, ან ექსტრემალური პირობებისთვის. ანუ ამ ციხეს არ ქონდა საბრძოლო დანიშნულება და მგონი ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ციხეა, რომელსაც არ ქონდა საბრძოლო დანიშნულება, იყო პროდუქტების შესანახად. მე-18 საუკუნეში, მე-17 საუკუნის ბოლოს ეს ციხე დაანგრიეს, არ ვიცი რატო დაანგრიეს და ამ ხის მასალა წაიღეს სოფელ ზოთში. აქ ცხოვრობდნენ ოჯახი გამყრელიძეების ოჯახი, რომლებიც იმ დროს დიდგვაროვნები იყვნენ და ააშენეს სახლი. ეს დინარე სახელი იმიტომ ქვია ციხისწყალი, რომ საწალიკის ქედის ქვეშ არის ესეთი ციხე, ნისლის ციხე და იმ ციხის ქვეშ იღებს სათავეს. ციხისწყალი ქვია მაგიტომ. და ძალიან ლამაზ საინტერესო კანიონს ქმნის და მოწყობილიც არის რამდენიმე წლის წინ მოეწყო კანიონის ტრასა და შესაძლებელია ადამიანები ჭიათურაშიც დაკავდნენ კანიონინგით. მაღაროებში ხშირად ნახულობენ ზღვის ძუძუმწოვრების, ზღვის მტაცებლების კბილებს, ჩონჩხს, რავი, ძალიან ბევრი მასალაა, მათ შორის მეც მაქვს სახლში ზვიგენის კბილი და რაღაც მოლუსკები. იმიტომ რომ ეს ტერიტორია ზღვით იყო დაფარული და ამ ხრივად ჭიათურა მრავალფეროვანია, კაცხში ძალიან ბევრი მასალაა მაგ კუთხით, რომ ადამიანებს კიდევ ქვის ხანაზე უფრო ანუ პრეისტორიულ წარსულზე შეიძლება წარმოდგენა ქონდეთ ადამიანებს, რავი, ძალიან საინტერესოა. ძალიან მრავალფეროვანია და ამას ჭირდება მარტო ჩემი ჩართულობა კი არა, მე დილეტანტი ვარ, რანაირი განათლება არ მაქვს არც სპელეოლოგიაში, არც პალეონტოლოგიაში, არც არქეოლოგიაში, მეცნიერი არ ვარ, მაგრამ სამყარო დონეზე რაღაცები სურვილი მაქვს, რაღაცები ვისწავლო, რაღაცები გავუზიარო სხვა ადამიანებს და უფრო
მეტი ინტერესი გაუჩნდეს და უფრო სიღრმისეული არა ჩემგან გაიგონ ინფორმაციები უკვე სამეცნიერო დონეზე დაინტერესენ ამით ინფორმაცია გქონდეთ ძალიან დიდი მადლობა საწვიმარის გავს, ყველაფერი გავს. ისინი გარბიან მანქანაში. იმიტომ რომ სველდებიან, მაგრამ დავიწყოთ რომ გასაღები მე მაქვს. ორივ ჭამოთ. ახალშე. ვაიმე. ჩატო ჩაბუთიო თავი. ანუ თავი რო არ ჩამომეწიეს სახეში და მეჯახებოდი. არა, მოდნობა გააკეთე. გეტყვი რა? აჰა. წევა მივიდა. არა, არის კომათელა. ვაიმე. ამ ის არის მოთელვა, ვინმე შეიძლება მიაკეთებდა. მე ზოგადად არ ვუტყავ თავისუფლიანი ეს არის. ხო, კაი. გამიჩვენე. წამოდი. კაი, ერთი წამი რა წამოდი მართლა მტკივა. ირა, აბა სათვალე მოიხსენ თვალები. თვალებს ხელი გააყოლე. აქ ჩიტები. ხათები დაფრინავენ. წავედ, ჩამოთ. მიუჭახუნეთ. არა მივუჭახო. მოცა, ტელეფონი ბაკალავრი. ვავრე. ხალხო ეხა ვართ ჯრუჭულის ხეობაში სოფელი ზოდის ტერიტორიაზეა ეს მღვიმე ხვედელიძეების უბანში ამიტომ მოხსენიებულია როგორც ხვედელიძეების კლდის მღვიმე მაგრამ მეორე სახელი დამატებით სახელი ქვია ოქროს მღვიმე ან ოქროსფერი მღვიმე იქიდან გამომდინარე რომ რაღაც მონაკვეთი არის ოქროსფერი დარბაზები ულამაზესი კიდე რა გვაქვს შიგნით? ძალიან ბევრი ფორმებს ხვდებით, სხვადასხვანაირ ფორმებს, ნაღვენ ფორმებს, სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს. ჩვენ შევდივართ დაახლოებით 400 მეტრზე, 400 მეტრის იგეთ არის ჩანჩქერი და ძალიან დიდი დარბაზი და მე იყოფა, ანუ მერეა მეორე ნაწილი მღვიმის, სადაც არ ავდივართ, იმიტომ რომ ჩანჩქერა სველია, ჩანჩქერი ჩამოდის იქ, ზაფხულშიც მშრალია, მაგრამ აღჭურვილობის გარეშე ცოტა საფრთხეა იქ ასვლა. და დაახლოებით 200 მეტრია კიდე მეორე ნაწილი. ჩვენ ახლა გავივით რამდენს? 400 მეტრს. 400 მეტრს. წინ. იქით და ჯამში 800. ჯამში 800 მეტრს. წავიდეთ. წინა ნაწილი არის ძალიან საინტერესო. უბრალოდ ზემოთ რო არ აიხედო, გეგონება რომ შედიხარ მდინარის კანიონში. და აქ კარგად ჩანს იმ თუ რატო ქვია მსგავს მღვიმეებს კარსტული მღვიმე, ანუ წყლისგან დამუშავებული კირქვაში, წყლისგან დამუშავებული მღვიმე, იმიტომ რომ ძალიან კარგად ჩანს მდინარის კვალი.
ვინმე აი აქაც გაფიხი ამას მარი ნახე რა მაგარია. აი ნაკლები განათები ნახე ნაკლები განათებაზე უფრო მაგარია ნახე ეს რა ანუ ქიმია ფსიქოლოგიური ქიმია ბაქტერიების ზემოქმედება რაღაცა გარედან ნაკლები ჟანგბადი იქედან შეიძლება ფოსფორის შემცველობა მეტი გოგირდის და უცებ წარმოიქმნა რაღაც ბაქტერიები რომელმაც წარმოქმნეს სოკოს მსგავსი ორგანიზმები და მიიღო ოქროს ფერი და აი ზემოთ ნახე აი ხო ცოტა ვერცხლისფერი ის წყლისწვეთებია უფრო და წყლისწვეთებს ესეთი ფერი ამოიღებს ნახე წყლისწვეთია ეს ნახე წყლისწვეთი ირეკლავს შუქს იქედან რა ქვია ოქროს ფერი და იმიტომ ჩანს თითქოს ვერცხლისფერია ის გადავწოს თეთრედიდან. კი. ეს ხდება კარსტი, ნახე, ესეთი ნაშალი მასა იყო ზემოთ. ხო. გამორეცხა წყალმა, დარჩა კირქვა. გამორდა მღვიმე. ან გამოდის კარგი კადრი. აჰა, აბა ვინატრება გადასწავლება. განათებით იქოთ გახა. ხო, მეს. მე გადმოხტები და აი ესე, ძალიან კაი იქნება. ჩვენ რა ვქნათ, ცი? თქვენ ვინ ახართ აქ რომ მოხვედით და ყუდროება დამირღვიეთ? ესე იგი 300-მდე მეტრი გამოვიარეთ. იყო ძალიან ვიწრო ადგილებიც, იყო წყალში გასატოპიც. მე ბოტები მაცვია და მაშასა და მე დიდად არ შეწუხებულ ვარ, მაგრამ დანარჩენებმა ცოტა ისეთი საცოცი skills როგორ არის ქართულად? საცოცი უნარები გამოავლინეს და მოკლედ ყველანი კარგად ვართ. ყველაფერი კარგად არის, აქ უკვე ფართოვდება და ძალიან ლამაზია, კარსტული მღვიმეა. და როგორც მითხრეს, იქ ადიო და კარგსურაც გადაგიღებთო და ველოდები ახლა. ასე დავდგე? გადამიღეთ სურათი უკვე? ნახე, ცოტა უნდა გადაუღე. მე დაბლა მივანათებ. ის ნაღლა მიანათებ და ეს იცი რომ გამოშე. ახლა ჩავალ ნელ-ნელა და განვაგრძობთ, კიდევ 100 მეტრი დაგვრჩა. დაახლოებით და ახლა აქედან გადმოხვდები და ბიჭები დამიჭერენ. ან არ დამიჭერენ. ან ვერ დამიჭერენ. ნახე, კი ნახამ დაგორდა ქვა. აი. ეს გამომართვით, რადგან დავინაიდან. 1 2 1 2 აი მე საფეხზე დაგამიჭე. რა უჭირს ეს? ჩაჭია. არა, გაზგებია. ბოდიში. და არა ფერი. ქრისტიანები არ გეცვა. აი ნახე თვითონს დამობიჭა. ბარი-ბარში მაგარი. მაინც და გავტალახიანდით. მოკლედ ერთი მასე თქვი. ერთი წამით პრინცესა მეგონა თავი. ერთი ჩემო მიეცია. მოკლედ ბარი აბივი ყვით უიღებთ.
იმას რომ ფანრებია აუცილებელი კარგად დატენილი ფანრები. ხო, კი ბატონო. აუცილებლად შეამოწმეთ ფანრები. მაგრამ მე გამოსვლამდე ფანარი. როგორ ანათებს? რამდენად დაახლოებით 2 საათი რესურსი მაინც უნდა კონდეს ფანას ნათების, კარგი ნათების, რომ კომფორტულად მოძრაო მღვიმეში და პლუს კარგად შეიგრძნო მღვიმის ფორმები, სილამაზე. აი მოვიდით ბოლოში. მეც მანდ უნდა ამოვიდე ესე იგი. აბა როგორ ცოცავ? როგორ? როგორი ცოცვა იცი? ვიდეო ეს? მიდისკაში ჩაჭკედა არ ვარ და ყოფილი არა. ძალიან მაგარია. ძალიან კარგია ეს ფანარი, კარგად ანათებს ფილმს და კარგად ხედავ ფორმებს. ეს კარგად უნდა გავანათო და კარგად უნდა გადავიდე. აბა ჩამოყევი ჩანჩქერს. ალექს, მე მაქვს ერთი იდეა. ხო დაახლოებით ხვდები. ანუ არაფერი დაგეგმილი არ ქონდა მართლა. და ახლა მოვიდა ამას იდეა, რაც მე მომივიდა იდეაში თავში ასევე. მოდი ჯეირანი ვითამაშოთ და ვინც წააგებს აი შეტოპავს. მე გამოსასწრელი არ წავმოგი არაფერი. აცმე? ძალიან კარგი. აბა ვნახოთ. მოიცა? სათხარ? კიდევ კარგი არცივა ძალიან. კაი. კაი. ჯეირანი. აიგრევე. ამ რა უნდა გავაკეთო? გადავრჩი. რა უნდა გავაკეთო? იქ უნდა შეხვიდე წყალქვეშ. ალ პატარა წყალი, ანუ ჩანჩქერში დავდგე. კი, აუცილებლად. ოკეი. მაისური გაქვს რამეა გამოსასწრელი? არა, არაფერი არ მაქვს. კაი, შევედი მე. კაი. ესე იგი, მაგრამ რა ვიცი, ჩემ ცხოვრებაში პირველად ისტორიაში, თუ ჩემი ცხოვრების ისტორიაში პირველად ყველანაირი შევდივარ ჩანჩქერში, პრინციპში გამიხარ და არ მეწყინა სიმართლე გითხრა. მაგრამ გამოსასწრელი არ გაქვს, რომ აქედან სავალი გაქვს 20 წუთი გამოსასწრელამდე, მე მანქანამდე, ანუ 1 საათი მომიწევს ძიგძიგი. კი. ძალიან კაი. გაემზადე მომეცი ჩანთა. ჩაფხუტი გეფაროს მაინც, რა ვიცი. ნატურა მოიხსენი ხო უბრალოდ და ჩაფხუტი უნდა მეფაროს. კი. იქიდან რამე არ გაყოვადე ზევიდან რა. მოიცა ესეც ასევე ანდერძი, 10 ლარი შენ მადლობა. 10 ლარი ისევე. მოდი ასე შევატანხმდით სულ. ტანსაცმლის შეხო? არ გაცივდები მე ესე ფერი ტანსაცმლის. მაისური მაინც გაიხადე რომ მე მოიცვა. მოიცა ეს გავიხდი თქვენი დებატბატიო. როგორ? გავიხდი მაგის ეს აგონიაში ახლა და არის ის რას ლაპარაკობს. ეგ იყო სულ. მოიცა ცივია. ანუ გასასწრელიც არის, ხოთები.
კაი, ჩაბარებულია. მაგრამ დაარჩივით არ არის მოვიწყოთ. როგორი ემოციებით ხარ წავსე? სველი. დაცივი. ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ გამეორდები რომ მე არ წავაგე. მარაკაია. დადგა დრო დავტოვოთ ეს საოცარი მღვიმე და მზის შუქს დავუბრუნდეთ. გამარჯობა. მოიცადე? ასაული ისეთი მაგალითია. ასე დამგვარად მოვიარეთ. 1 კილომეტრი ვიარეთ, 800 მეტრი ვიარეთ წინ და უკან და იყო აი ასეთი ემოცია ძალიან დიდი ხანია არ მიმიღია მოგზაურობისგან. ძალიან განსაკუთრებული იყო. კი, იმიტომ რომ მღვიმე რომელიც არ არის მე მოწესრიგებული, ანუ არ არის ჩაოლებრი, ანუ ფაქტობრივად პატარა მინის პელეო ტური გამოგვივიდა და ძალიან დიდი მადლობა ვალერი ჭიკაძეს, რომელიც იყო ჩვენი მასპინძელი ჭიათურაში და მოგეთ ამ სერიაში ვეცადეთ ნაწილი გვეჩვენებინა. აქ კიდევ ძალიან ბევრია, აუცილებლად დაბრუნდებით, რომ ვიცით რამდენი ისეთი რაღაცეები გვითხრა ვალერი, რომ გამორიცხულია, რომ კიდევ არ დაბრუნდეთ და მე ვფიქრობ, რომ დაბრუნება კი არა, აქ უნდა ჩამოხვიდეთ ერთხელ, მაინც აუცილებლად რომ ნახოთ ეს ყველაფერი და თქვენც გამოცადოთ. მოგეთ ჭიათურა, უბრალოდ მაღაროელების ქალაქი კი არაა და მუნიციპალიტეტი. ეს არის ადგილი, რაიონი, ქალაქი, სადაც არის ისტორია. რამოდენიმე რამ პირველად მოხდა საქართველოში. თუნდაც გავახსენოთ თქვა ჩოგბურთები და რაღაცეები და აქვს ფანტასტიკური მღვიმეების მთელი, რა ვიცი, კოლექცია და რა ვიცი, პირველყოფილი ადამიანები და ასეთი მდიდარ რაიონი საქართველოში იშვიათად შევხვდებით მე მგონი. წავედით. დავით. შემდეგ გადაცემაში ვესტუმრებით კახეთს. წინ გველოდება ფსიტის ციხე, ქართული წარმოების მანქანა ელენა და კისის ხევი, მიდუმალი ადგილი, ქრისტეს საფლავის მიწა.